კონსტიტუციის დამღვევის სალომე ზურაბიშვილის არაკონსტიტუციური მოთხოვნები მილევად რეჟიმში მყოფი ზურაბიშვილი ხელახალ არჩევნებსა და ევთოოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრას ითხოვს. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კი დახმარებას უცხოელ მეპატრონეებს თხოვს. ამჯერად ზურაბიშვილისთვის მაშველი რგოლი მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ორბელიანების სასახლიდან ზარები პოლონეთში, ჩეხეთში, შვედეთსა და ბრიუსელში განხორციელდა. საპროტესტო აქციების მუხტმა იკლო პროცესის აქტიურებისთვის კი ზურაბიშვილის სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართავს დახმარების თხოვნით. მათგან შესაბამისმა განცხადებებმაც არ დააყოვნა. სალომე ზურაბიშვილმა მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომელიც ანგარიშში ახასგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში. ზურაბიშვილის ფანჩატურიდან ზურაბიშვილის სატელეფონო კომუნიკაციის ცენტრად ქცეული ათონელის სასახლიდან მილევად რეჟიმში მყოფი პრეზიდენტი დახმარებას უცხოელ პატრონებისგან ელის. ზურაბიშვილის ზარების მიზანი კი რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში მიიწვია, სადაც ტრიბუნა პრეზიდენტმა ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის გამოიყენა. თანამდებობიდან მიმავალი პრეზიდენტის მოთხოვნები ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ არაკონსტიტუციურია, კარგად იციან რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ზურაბიშვილის ქმედებები და მისი მხრიდან ქვეყნის იმიჯის დაზიანება მათთვის მისაღებია. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ისინი აღიქვამენ როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციის წარმომადგენელს ჩვენ ქვეყანაში, ამიტომ ესაუბრებიან მას. სახალხო ლეგიტიმაციით ქუჩაში მდგომი ხალხი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური და სახალხო მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ფიგურა დღეს არის სალომე ზურაბიშვილი. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ევთოოდირის დასკვნამ რადიკალური ოპოზიციის სალომე ზურაბიშვილისა და მათი უცხოელი პატრონების სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა. სწორედ ამ არჩევნების აღიარების შემდეგ ზურაბიშვილის საერთაშორისო ზარების რაოდენობამაც იმატა, თუმცა ამ შემთხვევაში მილევად რეჟიმში მყოფი პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ მეპატრონეებს ელაპარაკება და დახმარებასაც მათგან ითხოვს. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აღიარება არჩევნების ლეგიტიმაციაზე ეწინააღმდეგება ზურაბიშვილის პატრონების პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ცდილობს თანამდებობიდან მიმავალი პრეზიდენტი დახმარებას მის უცხოელ მეპატრონეებს. საერთაშორისო ზარებს მე ვერ უწოდებ იმას, ოდესაც ახლა საქართველოში აგენტურა ურეკავს თავის პატრონს უცხოეთში, ეს არ არის საერთაშორისო ზარები. საერთაშორისო ზარები არის მაგალითად დღეს მოქმედი ევროკავშირის მოქმედი ხელისუფლებები, როგორიც არის მაგალითად უნგრეთში, სლოვაკეთში, იტალიაში. რატომ არ ეკავს ამ ხელისუფლებებთან ზურაბიშვილი? ან თუნდაც ტრამპის წარმომადგენლებთან ვერ ეკავს და არ ეკავს, იმიტომ რომ მათი პოლიტიკის გამტარებელი ის არ არის და არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის პატრონების პოლიტიკას და ამიტომ ის უკავშირდება თავის პატრონებს და ამას ვერ დავარქმევთ ჩვენ საერთაშორისო ზარებს. ქვეყნის იმიჯი და ეროვნული ღირებულებები სალომე ზურაბიშვილისთვის ფასეულობებს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, აცხადებენ მართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განმარტებით რესურსგამოლეული ოპოზიციისთვის მილევად რეჟიმში მყოფი ზურაბიშვილი ერთადერთი საყრდენია. ამიტომ ითხოვს დახმარებას უცხოელი პატრონებისგან თანამდებობიდან მიმავალი სალომე ზურაბიშვილი. ქვეყნის იმიჯი სალომე ზურაბიშვილისათვის არც მორალურად, არც პოლიტიკურად და არც ერთ განზომილებაში არ წარმოადგენს ფასეულობას. ამოცანაა მთავარი, როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს სხვა ხელისუფლებით, სადაც სალომე ზურაბიშვილი გარკვეულ როლს შეასრულებს. ის რომ აზიანებს ქვეყნის იმიჯს არის ძალიან მცირე რბილი შეფასება იმისა, რასაც ზოგადად სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური ნაწმოძრაობა მის გარშემო აკეთებს და უპირებს საკუთარ ქვეყანას გრევას. ზურაბიშვილს ეს ქმედება, ავიქმედება დღეს და გვიშინ არ დაუწყია. ის დიდი ხანია გაუზარებლად შრომობს იმისთვის, რომ ავნოს საკუთარ ქვეყანას რამენაერად, ამისთვის ყველა გზაზე საშუალებას იყენებს და დღესაც რომ მოусმინოთ ამ ქალბატონს
არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაბეჭდილებას ნამდვილად არტოვებს რომელ ქვეყანაზეც ის მოიხსენიებს და სადაც ცდილობს რომ რამენერად ძირი გამოუთხაროს და რამენერად ომის ცეცხლი დაანთოს ამ ქვეყანაში. თვითონაც ხო ამბობდა რომ მე ქართული ხალხთან უნდა ვიყო ოღონდ უფრო მაღლაო და ძალიან მაღლა მოუწია წასვლა და ასტრალში არის უკვე ასული იმასაც კი კადრულობს რომ საუკავშირო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს 1000 ტყუილის და ცრუ ნარატივების გავრცელებით მე როგორმე 1-2 განცხადება მაინც გამოადნოს და სამწუხარო არის რომ გარკვეული თანამდებობის პირები ოფიციალური თანამდებობის პირები ფაქტების გადამოწმების გარეშე აკეთებენ ხოლმე განცხადებას. ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დასასრულამდე 5 დღე რჩება. მილევად რეჟიმში მყოფი პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს როგორც საკუთარი იმიჯის, ასევე რადიკალური ოპოზიციის გადარჩენას. პროცესში ჩართული არიან მათი უცხოელი პატრონებიც, რომელსაც თანამდებობიდან მიმავალი ზურაბიშვილი ყოველდღიურად ურეკავს და რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებსაც აკეთებენ.